სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივებს და დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. მათი პრობლემები მოისმინა. მოსახლეობის თქმით, უსაფრთხო გადაადგილება აქ მაცხოვრებლების მთავარი სირთულეა. ადგილობრივებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ საჭიროებებზე. მთავარი პრობლემად კი მოსახლეობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა დაასახელა. ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში კი სახალხო დამცველს სასმელი წყლის ხარისხით დაინტერესებას თხოვეს. ადგილობრივების თქმით, სასმელ წყალს, რომელიც გრაფიკით მოეწოდებათ, სასმელად ვერ გამოიყენებენ. დღეს ჩამოვედი ხურვალეთში, დევნილთა დასახლებაში, სადაც შევხვდი დევნილებს, მოვისმინე იმ პრობლემების შესახებ, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ და ძირითადად არ განსხვავდება იმ პრობლემებისგან, რომელიც სხვაგანაც ხდება ხოლმე. დაკავშირებული არის ძირითადად წყალთან, წყლის ხარისხთან. აქაც ხაზი გაუსვეს, რომ წყლის ხარისხი არის ძალიან ცუდი, დაბინძურებული და პრაქტიკულად ვერ იყენებენ ამ წყალს ისინი სასმელად და ტრანსპორტის პრობლემა, რომელიც ასევე სხვაგანაც პრობლემატურია ხოლმე. რამდენიმე სოფელი მთლიანად მოწყვეტილი არის მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძლებლობას. გასაგებია, რომ დადის სამარშრუტო ტაქსი და კერძო ტაქსები, მაგრამ ამ ადამიანების მოთხოვნაც არის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი იქნას დანიშნული, რომელიც რამდენიმე სოფელს მისცეს საშუალებას, რომ დააკავშიროს ქალაქთან, გორთან თუ თბილისთან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის სხვა საჭიროებები, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ, მაგრამ ეს ორი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც განსაკუთრებული სიმწვავით დგას ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში და მეც მოუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტს, რომ ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯები გადადგას. ალბათ ნიადაგიდან რაღაცა ისეთი სითხეები, რომლის გამოც ჩვენი სასმელი წყალი მე ვფიქრობ, რომ გამოუყენებლად, დასალევად გამოუყენებელია და ნაკლებად ვარგისიანია და ძირითადად ეს სასმლის წყლის პრობლემაა. რომ ვთქვათ, რომ ეხლა არა გვაქვს სასმლის წყლის პრობლემა, ეს გრაფიკით არის და ცოტა ასე ვთქვათ, აქვს ისეთი შეფერილობა აქვს, რომლის გამოც ნაკლებად მოვიხმართ და ძირითადად მოტანილი წყლით სარგებლობთ, რომ დასალევად. და რა გითხრეს? კი, ამოწმებენ, კეთდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო რაღაცა დიდი, ასე ვთქვათ, დიდი ეშელონებიდან არის მისახედი ეს სასმელი წყლის პრობლემა მოსაგვარებელი და უფრო სერიოზულად სჭირდება ამ საკითხს, ასე ვთქვათ, გადახედვა. იმიტომ რომ ერედის მუნიციპალიტეტი მოდის, ყოველწლიურად ხდება ამისი, ასე ვთქვათ, გადაკეთება, ამაზე ზრუნვა, დაქლორვა, შემოწმება, მაგრამ შედეგი არ აქვს.